ინტიმური და ამავდროულად ინტენსიური ვიზუალური გამოცდილება, რომელიც დროის და პირადი ისტორიის თემებს ეხება. ექსპოზიცია, რომელიც მხატვარ ზურაბ გიკაშვილის შემოქმედებასა და ხედვის ახალ მიმართულებებზე გვიყვება. ძლიერი ემოცია, მძაფრი განცდები და მეხსიერების არქივი. სწორედ ასეთია გამოფენის მთავარი გზავნილები. ემოციური შრეების მიღმა კი დგას მხატვრის მძიმე ფიზიკური შრომა და როგორც თავად ამბობს, მასალასთან მუდმივი დაპირისპირება. როგორც წესი გამოწერილი მაღალი წნევები მუშაობის დროს. საკმაოდ შეიძლება არ ჩანდეს ნამუშევარში, მაგრამ ფიზიკურად ვიღლები რა. დიდი ხანი ვმუშაობ და ფიზიკურად ვმუშაობ, ასე ვთქვათ, აი რაღაც შავ სამუშაოს ვასრულებ და მე ნელ-ნელა თითქოს იმას ვაკეთებ რა ქვია, შვიდდება მე იღებს რაღაც ფორმას ნამუშევარი თვითონ. ბევრს ვიწყებ და ბევრნაირს ერთად. ძალიან ბევრი შეიძლება 10-15 ნამუშევარი იყოს ერთად დაწყებული და აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებებით. ექსპოზიცია აერთიანებს სხვადასხვა ფორმატის სტილოებს, სადაც ფერის, ტექსტურისა და ემოციური შრეების თანაარსებობა ერთიან ვიზუალურ სივრცეს ქმნის. ავტორისთვის შემოქმედება მუდმივი ცვალებადობაა, მასალების ტექნიკისა და ხედვის ექსპერიმენტი. თვითონ პერიოდმა, გარკვეულმა პერიოდმა შეიძლება შეცვალოს მერე ხედვა, ეს ჩვეულებრივ ხდება შემოქმედებით პროცესში. რაზე არის დამოკიდებული საკმაოდ უმართავი პროცესია. ეს ზეთში მუშაობ, მერე გადადიხარ სხვადასხვა მასალები იცვლება. ჩემთვის ძალიან ძნელია ესე პირდაპირ განსაზღვრო, იმიტომ რომ ბევრნაირად ვცდილობ რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ნიჭის ერთი მიმართულებით სათქმელის თქმა, ხო, მხატვრები არიან ძალიან კარგები, რომლებსაც დაყენებული აქვთ ერთი მიდგომა და ამით ავითარებენ თავის თვითონ რაც უნდა და მე გობეყორეს ვედები, ესე ვთქვათ, ხო და იმიტომ რომ 1000-ნაირი მოდის თავში. უმართავი პროცესი ხშირად წლების წინანდელ ტილოებთან აბრუნებს. იქ, სადაც თავდაპირველი ჩანაფიქრი გარკვეული დროის შემდეგ ახალ ემოციას იძენს და სულ სხვა პერსპექტივით იკითხება. როგორც წესი, ისეთი რაღაც არ გამოდის, რაც თავიდან გქონდა ჩანაფიქრი, იმიტომ რომ ასეთი რამე ალბათ არც არავის არ გამოსდის. უფრო მე იწყებს მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს ის პროცესი მიდის. როგორ მე მოაგვარო ისა რომ ის იყოს და გამოდის როგორც სხვა რამე. და მე შეიძლება მიუბრუნდე ისევ იგივე თემას, ან იგივე განწყობას. არის რაღაცა ნამუშევრები, რომლებიც წლები გადის და მე ვამთავრებ, ან ვაფუჭებ, ან თუ გაფუჭება ქვია, ისეთი ხელოვნებაში ძალიან ისეთი უცნაური რამეა. გააფუჭა და ამ დროს შეიძლება უკეთესი იყოს ეს გაფუჭებული ნამუშევარი, ვიდრე გაკეთებული რო გონია. ფერთან ურთიერთობა მხატვრისთვის ინტუიციურია. ფერი მისთვის არა ესთეტიკური არჩევანი, არამედ განწყობა და რიტმია. მის ნამუშევრებში პალიტრა ხშირად შეზღუდული და კონცენტრირებულია. არსებობს რაღაც ფერები, რომლებიცაც მე ვერ ხმარობ. არ ვიცი როგორ გავაკეთო, ეს მომდევს ბავშვობიდან, როცა პირველი ფერები, მაგალითად მე არ ვიცი ულტრამარინი რა გავუკეთო. არ ვიცი და ვიყენებ ხოლმე რაღაც რაღაც ქვედა ფენათან რაღაცა, თუ მაინც აღარაფერი რჩება იქიდან. 2-3 ფერია ჩემთვის ყოველთვის მეოთხეს თუ ურევ უკვე მეშლება ნახატი და ძალიან დიდი ძალისხმევა მინდა რომ ის რაღაცნაირად შევაერთო. პროცესი, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო და წლების განმავლობაში არ შეჩერებულა. ახლა უკვე საკუთარი თავის, დროის და მეხსიერების შეგნებული კვლევაა. ეს იმდენად ორგანულია ჩემთვის, ხო? მე თლად ბავშვი ვიყავი, რომ დავიწყო და იმის შემდეგ არ გავჩერებულ ვარ. ჩემთვის პირადად მავიცე, თავისუფლების ელემენტიც არის ამაში, ხო? როცა სახელოსნოში ვარ, მაშინ ვარ კარგად. როცა არა ვარ სახელოსნოში, მაშინ ვარ ცუდად. ცუდად კი თავისუფლად უგრძნობ თავს, ვხდები უკეთესად თავისთავად, ხო? ეს მთავარი ელემენტია და ის დანარჩენი ეს დამხმარე ისინი ეგ სხვა რამეა.
2020 წლიდან დღემდე შექმნილი ემოციური არქივი ახლა ერთ სივრცეში ერთიანდება. გამოფენა შრეები ზურაბ გიკაშვილის შემოქმედებითი ევოლუციის შედეგია. მისი შემოქმედება ყოველ გამოფენაზე განსხვავებულად ჟღერს მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელწერა ძალიან ცნობადია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მკვეთრი ინდივიდუალური სტილის მქონე მხატვარი, რომელსაც იცნობ ყველგან, იცნობ მის ნამუშევრებს, მაგრამ ყოველ გამოფენას მოაქვს რაღაცა სიახლე, რაღაცა რაც კიდევ უფრო და უფრო, რასაც ღრმად შეყავხარ მის სამყაროში, ზუსტად მის შემოქმედებით შრეებში. ამიტომაც დაერქვა ამ გამოფენას შრეები, იმიტომ რომ ეს არის მისი შემოქმედების, ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური შრეები, ეს არის მისი შინაგანი, მისი ალბათ განწყობის, ხასიათის შრეებიც, მისი შემოქმედება მთლიანად ესეთია. გამოფენა გალერეა ვანდაში 28 თებერვალს გაიხსნება და საგამოფენო სივრცეში 22 მარტის ჩათვლით დარჩება.